გამარჯობა, თქვენ უსმენთ პოდკასტ ქრონოლაბი. მე მისი წამყვანი ვარ და აქ ჩვენ ერთად მოგზაურობთ დროში, რათა შევისწავლოთ ისტორიის ყველაზე გარდამტეხი მომენტები. ქრონოლაბში ვსვავთ მთავარ კითხვებს: რატომ მოხდა, როგორ მოხდა და რისთვის მოხდა. ჩვენ ვიკლავთ წარსულს როგორც ლაბორატორიას, სადაც ადამიანთა გადაწყვეტილებებმა დღეს ჩვენი დღევანდელი სამყარო შექმნა. დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ფუნდამენტურ თემას. მოდი დავსვათ შეკითხვა. რა არის სიტყვა, რომელიც დღესდღეობით ძალიან ხშირად მესმის სოციალურ ქსელებში, პოლიტიკურ დებატებში, თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში. სიტყვა, რომელიც თითქოს ყველას გვინდა, მაგრამ ბოლომდე ვერ თანხვდებით მის მნიშვნელობაზე. ეს სიტყვაა დემოკრატია. ჩვენ დღესდღეობით მიგვაჩნია, რომ დემოკრატია არის ბუნებრივი მოცულობა, რაღაც ისეთი, რაც ყოველთვის არსებობდა. მაგრამ სინამდვილეში ადამიანებმა ისტორიის ძალიან დიდი ნაწილი ისე გაატარეს, რომ ამ სიტყვის გაგონებაც კი არ შეეძლოთ. სამყაროს მართავდნენ მეფეები, ბელადები, ფარაონები, ან თუნდაც იმპერატორები. ძალაუფლება მოდიოდა იარაღებიდან, მემკვიდრეობიდან და ღმერთებისგან. და უცებ ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნის მიწურულს ხმელთაშუა ზღვის ერთ პატარა რეგიონში, საბერძნეთში, კერძოდ კი ათენში, ადამიანებმა თქვეს: მოიცა, რა საჭიროა ერთი ბელადი, ერთი მეფე. მოდი, ძალაუფლება ყველას გადავუნაწილოთო. ეს იყო გიჟური, რევოლუციური და იმ დროისთვის სრულიად წარმოუდგენელი იდეა. მაგრამ როგორ მივიდნენ ახლა ათენელები ამაზრამდე? რა თქმა უნდა, დემოკრატია არ დაბადებულა შვიდ ოთახებში ფილოსოფიური საუბრების დროს. არა, დემოკრატია დაიბადა სრულიად ქვეყნის მოსახლეობის სრული სასოწარკვეთილობის დროს, სამოქალაქო ომის ზღვარის დროს და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის დროს. მოდი შევიდეთ ჩვენს ლაბორატორიაში და გავარკვიოთ რა ხდებოდა ათენში 2600 წლის წინ. ჩვენს პირველ ექსპერიმენტში გამოვიყენებთ ანტიკურ წყაროს უდიდესი ბერძენი მოაზროვნის არისტოტელეს ნაშრომს, რომელსაც ჰქვია ათენელთა სახელმწიფო წყობილება. ამ ტექსტში არისტოტელე დეტალურად აღწერს თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო ათენში დემოკრატიის შექმნამდე. წარმოიდგინეთ ძველი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნის ათენი. დაივიწყეთ ის მარმარილოს ლამაზი ტაძრებით მოკაზმული ქალაქი, რომელსაც ახლა ფოტოებზე ვხედავთ. არა, ეს იყო ძალიან ღარიბი, დაგსაქსული აგრარული საზოგადოება, სადაც მთელს ძალაუფლებას და რაც მთავარია ნოყიერ მიწებს ფლობდნენ მხოლოდ და მხოლოდ არისტოკრატები. მათ ეძახდნენ ევპადრიტებს, რაც ბერძნულად ნიშნავს კეთილშობილთა შვილებს, ანუ არისტოკრატებს. დანარჩენი მოსახლეობა კი უბრალოდ გლეხები, მეთევზეები, სრულ სიღარიბეში ცხოვრობდნენ. არისტოტელე თავის წიგნში პირდაპირ წერს, ციტირებ: ქვეყნის მართვა გამგეობა ოლიგარქიული იყო. ღარიბები იმყოფებოდნენ მონობაში არა მარტო თვითონ, არამედ მათი შვილებიც და ცოლებიც. მთელი მიწა რამდენიმე ადამიანის ხელში იყო თავმოყრილი. ახლა ეს როგორ ხდებოდა? გლეხს, რომელსაც თავისი პირადი მიწა ნაკვეთი ჰქონდა, ცუდი მოსავლის ან გვალვის პერიოდში შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მდიდარ არისტოკრატს, ესე ვთქვათ, მიკედლებოდა. თუ გლეხი ვერ მოახერხებდა ვალის გადახდას ბოლომდე, ის კარგავდა ჯერ თავის მიწას და თუ ესეც საკმარისი არ იყო, კანონის მიხედვით ის და მისი ოჯახის წევრები კარგავდნენ თავისუფლებას, ანუ ხდებოდნენ კრედიტორის პირადი მონები. ქალაქის მინდვრებზე იდგა სპეციალური ვალის ქვები, რომლებსაც ერქვათ ჰოროი. ამ ქვებზე ეწერა თუ რომელ გლეხს, რომელი არისტოკრატის ვალი ჰქონდა და რამდენი ჰქონდა და მთელი ქალაქი მართლა ამ ქვებით იყო მოფანტული. ხალხში პროტესტი დღითიდღე იზრდებოდა. არისტოტელე აღნიშნავს, რომ მასასა და დიდებულებს შორის მტრობა უფრო მეტად იზრდებოდა, რადგან ხალხს საერთოდ არანაირი უფლება არ ჰქონდა. საერთოდ უფლებები და კანონები არსად არ იყო დაწერილი. მხოლოდ და მხოლოდ არისტოკრატებს ახსოვდათ და ისიც როგორც სჭირდებოდათ არისტოკრატებს და როგორც გამოადგებოდათ მათ სიტუაციას, ისე ახსოვდათ ეს კანონები. მოკლედ, როგორ უნდა მოეგვარებინათ ათენელებს ეს საკითხი, ისე რომ ქალაქი უბრალოდ არ დანგრეულიყო. ხო და ზუსტად ამ დროს სცენაზე გამოდის კაცი, რომელმაც თანამედროვე დემოკრატიამდე პირველი ნაბიჯი გადადგა. მისი სახელია სოლონი. ჩვენს ლაბორატორიაში ამჯერად შევუშვებთ მეორე ანტიკურ წყაროს,
პლუტარქე და მისი ცნობილი ნაშრომი პარალელური ბიოგრაფები პლუტარქე სოლონს ახასიათებს როგორც უაღრესად ბრძენ, პატიოსან და სამართლიან ადამიანს. სოლონი არისტოკრატული წარმოშობის იყო, მაგრამ ის არ ვაჭრობდა მონებით. მისი მთავარი შემოსავლის წყარო იყო ვაჭრობა. სოლონს ძალიან კარგად ესმოდა როგორც ღარიბების, ისე არისტოკრატების. ასე რომ იგი ჩვენ ასე ვთვლით, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი იყო ამ პრობლემის გადასაჭრელად. როდესაც სოლონი მართველი, ანუ არქონტი გახდა, მან გააკეთა ისეთი რაღაცა, რაც ყველასთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მან არ დაიჭირა არავის მხარე, არც მდიდრების და არც ღარიბების. პირველ რიგში სოლონის რეფორმა ეხებოდა ღარიბებს, რა თქმა უნდა. ღარიბებისთვის თავისუფლება გახადა ფუნდამენტური უფლება. სოლონმა შეცვალა მთლიანი პოლიტიკური სისტემა. აქამდე თუ ძალაუფლება და შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ გვარზე იყო დამოკიდებული, სოლონმა დაყო ათენელები 4 ჯგუფად. და ეს ჯგუფი იყო იერარქიასავით. ანუ რატომ გააკეთა ახლა ქრონოლოგიის პრინციპით თუ შევხედავთ ეს? იმიტომ რომ ამით მან გაუხსნა გზა ჩვეულებრივ გლეხებს, რომლებიც არ დაიბადნენ არისტოკრატულ ოჯახში, მაგრამ ჰქონდათ ძალიან კარგი შემოსავალი. მათ მისცა შედარებით მეტი ძალაუფლება და თავისუფლება. ეს ნიშნავდა, რომ უბრალო გლეხს ან მეზღვაურს შეეძლო სასამართლოში მსაჯულად დამჯდარიყო და განეკითხა თავისი ყოფილი ბატონი, ანუ უმდიდრესი არისტოკრატი. ახლა ვსვავთ კითხვას. გამოუვიდა თუ არა სოლონს მისი გეგმა? პასუხი არა, რადგან მან იდეაში ორივე მხარე უკმაყოფილო დატოვა. მდიდარი არისტოკრატები გაბრაზებულები იყვნენ, რადგან დაკარგეს მონები და ძალაუფლება. ხოლო გლეხები კი აკრიტიკებდნენ სოლონს, რადგან ეგონათ, რომ სოლონი არისტოკრატებს ჩამოართვევდა მიწებს და მათ დაურიგებდა, რაც სოლონმა, რა თქმა უნდა, არ გააკეთა. პლუტარქე წერს, რომ რეფორმების შემდეგ სოლონს ყოველდღე ათასობით ადამიანი აკითხავდა, ზოგი აკრიტიკებდა, ზოგი აქებდა, ზოგი 1000 კითხვას უსვამდა. მოკლედ, ამ ყველაფრით გადაღლილმა სოლონმა გადაწყვიტა, რომ ათენელებისთვის ფიცი დაედებინა, რომ 10 წელი მის კანონებს არ შეცვლიდნენ და იგი სამოგზაურო წავიდა კვიპროსსა და შავი ზღვის სანაპიროებზე. როგორც კი სოლონი წავიდა, ათენში პოლიტიკური ქაოსი თავიდან დაიწყო, კლასებს შორის ბრძოლა არ გაწყვეტილა. სოლონმა შექმნა ინსტრუმენტები, მისცა ხალხს თავისუფლება, მაგრამ ადამიანებმა არ იცოდნენ როგორ უნდა გამოეყენებინათ სწორედ ეს თავისუფლება. და ზუსტად ამ ქაოსის დროს, როცა ხალხს სტაბილურობა სურდა, ათენის ისტორიაში იწყება სრულიად მოულოდნელი და პარადოქსული ხანა, ტირანიის ხანა. ზუსტად ამ დროს ათენში დაიწყო სრული მარაზმი. აი წარმოიდგინეთ, ახლა პარლამენტში ყველას რომ ეჩხუბებოდეს და საქმეს არავინ არ აკეთებდეს. აი ზუსტად ეს იყო. და აი ამ ქაოსში სცენაზე გამოდის კაცი, რომლის სახელიც ისტორიას დარჩა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეშმაკი პოლიტიკოსი. მისი სახელია პისისტრატე. აქ ჩვენს ლაბორატორიაში შემოდის ისტორიის მამა ჰეროდოტე. ის თავის ისტორიაში ისეთ რამებს ყვება ამ პისისტრატეზე, რომ აი ჩვეულებრივ კინოსცენარს გავს. მოკლედ, პისისტრატე მოიფიქრა გენიალური გეგმა. ის ხომ ხედავდა, რომ ღარიბები ისევ და ისევ უკმაყოფილოები იყვნენ ყველაფრით. ხო და მოიფიქრა ასეთი რაღაცა. თავის თავს და თავის ჯორებს მიაყენა ჭრილობები, აგორით, ანუ ცენტრალური მოედნით შევარდა ათენში და ხალხს გაჰყვიროდა. ხალხო, შემხედე ჩემმა ოპონენტებმა სიკვდილამდე მცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გიცავდითო. ხალხს შეეცოდა თავისი გმირი და მისცეს სახალხო კრებაზე მისცეს იმის უფლება, რომ ყოლოდა 40 შეიარაღებული, კომპლით შეიარაღებული დაცვა. მოკლედ, პისისტრატესაც სხვა რა უნდოდა, ხო? აიყვანა ეს თავისი შეიარაღებული ბიჭები, შევარდა აკროპოლისში და გახდა ათენის პირველი ტირანი. ახლა, რო ვახსენებთ სიტყვა ტირანს, ბერძნულად ტირანი არ ნიშნავს მაინც და მაინც სისხლის მღვრელ დიქტატორს. არა,
საბერძნეთში მიაჩნდათ ასეთი რამ, რომ ტირანი არის ადამიანი, რომელმაც ძალაუფლება მოიპოვა არაკანონიერად. მოკლედ, ათენელები ძალიან მალე აზრზე მოვიდნენ და გააგდეს პისისტრატე თავისი ქალაქიდან. ახლა იფიქრებთ, მორჩა, წავიდაო, საერთოდ არ იცნობთ პისისტრატეს. ძალიან მალე, რამდენიმე წელში, მან კიდევ უფრო გიჟური და აბსურდული გეგმა მოიფიქრა. იპოვა ერთი ძალიან ლამაზი, მაღალი ქალის სახელად ფია, ჩააცვა მას ათენას საბრძოლო სიმბოლური ფორმა, დაჯდა ეტლზე, დააყენა ეს ფიაც მან და შევარდა ისევ და ისევ ათენში. მოკლედ, წინ მაცნეები მორბოდნენ და ასეთ რაღაცას ამბობდნენ. ათენელებო, თავად ქალღმერთ ათენას მოყავს პისისტრატე, მიიღეთ იგი. ჰეროდოტე ამ მომენტზე წერს და თავში ხელს იცემს. ციტირებ. ბერძნები უძველესი დროიდან გამოირჩეოდნენ ჭკუითა და სისულელებისგან შორს დგომით. მაგრამ ათენელებმა დაიჯერეს, რომ ეს ქალი ნამდვილი ქალღმერთი იყო. ელოცებოდნენ მას და პისისტრატე ისევ ტირანად დასვეს. ამ ეპიზოდს რო წერდი, არ ვიცი რამდენჯერ ვიცინე, მაგრამ წარმოიდგინეთ, ის ქვეყანა, სადაც სოკრატე და პლატონი უნდა დაბადებულიყვნენ, რაღაც პატარა კოსპლეით მოატყუეს. მაგრამ ფაქტია, პისისტრატეს გამოუვიდა თავისი გეგმა. მოკლედ, პისისტრატემ საერთო ჯამში სამჯერ ჩაიგდო ძალაუფლება ასეთი აბსურდული და გიჟური გეგმებით. და ყველაზე დიდი პარადოქსი რა არის, იცით? ის ნამდვილად კარგი მმართველი აღმოჩნდა. მან არ გააუქმა სოლონის კანონები, პირიქით, მან ძველ არისტოკრატიას და მდიდრებს და კლასად დაყოფას ბოლომდე ხერხემლის ძვალი გაუტეხა და გაანადგურა. მდიდარი დიდებულები ქალაქიდან გაყარა და მათი მიწები დაურეგა ღარიბ გლეხებს. მან ააშენა ბევრი წყალსადენები, გზები, შემოიღო დაბალი გადასახადები. მის მმართველობას ათენელები მოგვიანებით იხსენიებენ როგორც ოქროს ხანას. ახლა ქრონოლოგიის მთავარი კითხვა რა არის? რისთვის მოხდა ეს ყველაფერი? რატომ იყო დემოკრატიისთვის საჭირო ტირანია? პისისტრატემ ყველა ათენელი თანაბრად უუფლებო გახადა. ყველა ათენელი გახადა თანასწორი. მოკლედ, პისისტრატეს გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლება მისმა შვილებმა ჰიპიასმა და ჰიპარქემ გადაიბირეს და ისინი ნამდვილად სისხლისმველი დიქტატორები და ტირანები აღმოჩნდნენ. მოკლედ, ათენი ისევ თავდაყირა დადგა, მოხდა ძალიან დიდი პოლიტიკური ინტრიგები, სპარტელების ჩარევა და ძველი წელთაღრიცხვით 510 წელს ტირანია საბოლოოდ დაემხო. ათენი ისევ არჩევნის წინაშე დადგა. დაუბრუნეთ ძველ ოლიგარქიას, თუ შეგვექმნა რაღაც ძალიან ახალი. და ზუსტად ამ დროს სცენაზე გამოდის კაცი, რომელსაც ისტორიკოსები დემოკრატიის ნამდვილ არქიტექტორს უწოდებენ. მისი სახელია კლისთენესი. კლისთენესმა აიღო ათენის მთელი მოსახლეობა და რუკა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მანამდე ხალხი 4 ძველ საგვარეულო ტომად იყოფოდა, სადაც დიდებულები დომინირებდნენ. კლისთენესმა ეს ძველი სისტემა გააუქმა და შექმნა 10 ახალი ტომი, სახელად ფილე. მაგრამ ეს ისე არ გააკეთა, რომ მეზობლები ერთად ჩაწერა. არა, მან მთელი ათენის ტერიტორია სამ ნაწილად დაყო. პირველი სანაპირო ზოლი, სადაც მეთევზეები ცხოვრობდნენ, შიდა ტერიტორია, სადაც გლეხები ცხოვრობდნენ და უშუალოდ ქალაქის ზონა, სადაც მდიდარი არისტოკრატები ცხოვრობდნენ. შემდეგ თითოეულ ახალ ტომში, ფილეში, კომპასითა და სახაზავით ხელში თანაბრად გააერთიანა სამივე ზონის წარმომადგენლები. ანუ ერთ ტომში აღმოჩნდნენ ქალაქელი არისტოკრატები, გლეხები, ან თუნდაც მეთევზეები. ახლა აქ პატარა კომენტარი უნდა გავაკეთო. წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენს დროში საარჩევნო შტაბები ისე რო არ გადავანაწილოთ, როგორც ვინსაც ცხოვრობს. არამედ ერთ შტაბში რომ მოვათავსოთ სვანეთის მაღალმთიანეთიდან ადამიანი, თუნდაც ბათუმის სანაპიროდან ადამიანი და თბილისის შიდა ტერიტორიიდან ერთ-ერთი ადამიანი. მათ მოუწევთ ერთად დასხდომა, აზრების გაცვლა, საერთო აზრამდე მისვლა და სხვა მრავალი. სწორედაც ეს გააკეთა კლისთენესმა. მას არ უნდოდა, რომ კლასობრივი უთანასწორობა ყოფილიყო გლეხებსა
მეთევზეებსა და არისტოკრატებს შორის. ამ რეფორმას კლისთენესმა ისონომია დაარქვა, რაც ნიშნავს კანონის წინაშე ყველას თანასწორობას. სიტყვა დემოკრატია ცოტა მოგვიანებით დამკვიდრდა, მაგრამ საფუძველი სწორად აქ ჩაეყარა. მანვე შექმნა ხუთასთა საბჭო, ანუ ბულე. ეხლა რას ნიშნავს ეს ხუთასთა საბჭო? ყოველი ტომიდან წილისყრით ირჩევდნენ 50 კაცს, რომელიც 1 წლის განმავლობაში ამზადებდნენ კანონპროექტებს სახალხო კრებისთვის. ყურადღება მიაქციეთ სიტყვა წილისყრით. არა არჩევნით, არამედ როგორც ლატარიაში ისე ირჩევდნენ ქვეყნის მმართველებს. ათენელებს ჯეროდათ, რომ არჩევნები ოლიგარქიულია. კლისთენეს კარგად ახსოვდა პისისტრატეს ამბავი და იცოდა, რომ ყოველთვის გამოჩნდებოდა ვიღაც ისეთი ქარიზმატული ადამიანი, რომელიც კიდევ ჩაიგდებდა ძალაუფლებას ხელში. ასე რომ მან შემოიღო ერთი ძალიან უცნაური წესი, სახელად ოსტრაკიზმი. არისტოტელე ამას დეტალურად აღწერს. მოკლედ, ყოველ წელს სახალხო კრებაზე ათენელებს შეეძლოთ დაესვათ კითხვა. არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ვინმე ისეთი, ვინც მაგალითად ზედმეტად პოპულარული და ძლიერია და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. თუ ხალხი იტყოდა კი, მაშინ ინიშნებოდა არჩევნები. მოქალაქეებს მიჰქონდათ თიხის ჭურჭლის ნატეხები, რომლებსაც ოსტრაკონი ერქვა და ზედფხეკდნენ იმ პოლიტიკოსის სახელს, რომელიც არ მოსწონდათ. ვის სახელსაც უფრო მეტი ნატეხი შეგროვდებოდა, იმ პოლიტიკოსს 10 წელი გააძევებდნენ ქვეყნიდან. წარმოიდგინეთ, დღეს რომ არსებობდეს ესეთი წესი. ყოველ წელს ჩავატარებდეთ კენჭისყრას და ყველაზე აუტანელ, შემაწუხებელ და პოპულისტ პოლიტიკოს 10 წლით ქვეყნიდან გავაძევებდეთ. იმ დროისთვის ოსტრაკიზმის სამარცხვინო სრულიად არ იყო და ქვეყნიდან გაძევება არ იყო სირცხვილი. თვითონ პოლიტიკოსის ოჯახს არ ერჩოდნენ და არც მის ქონებას არ ეხებოდნენ. უბრალოდ ეს იყო 10 წლიანი პოლიტიკური, ესე ვთქვათ, time-out-ი. ახლა მივადექით ჩვენს მთავარ კითხვას, როგორ აისახა ეს ყველაფერი ჩვენს რეალობაზე. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობთ, მაგრამ ძველი ათენელი, რომ გადახედავდეს ჩვენს პარლამენტს, ან თუნდაც ამერიკის კონგრესს, გაიცინებდა და ასეთ რაღაცას იტყოდა, რომ ეს არის უბრალოდ შერბილებული ოლიგარქია. და რატომ? იმიტომ რომ ათენში იყო პირდაპირი დემოკრატია. ანუ მოქალაქეები ჩვეულებრივად მიდიოდნენ კენჭისყრაზე, თვითონ აძლევდნენ ხმას, თუნდაც ზავის დადებას, ომის დაწყებას, ან ბიუჯეტის გამოყენებას. მაგრამ ქრონოლაპში ობიექტურად უნდა შევხედოთ ყველაფერს, როდესაც ვამბობთ, რომ ყველა მოქალაქე ეწყვეტდა საქმეს, ანუ დავაზუსტოთ, ვინ ითვლებოდა მოქალაქედ. ათენის მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 10 ან 15% ჰქონდა ხმის მიცემის უფლება. ესენი იყვნენ მხოლოდ ზრდასრული თავისუფალი ათენელი კაცები, რომლებსაც სამხედრო მომზადება ჰქონდათ გავლილი. ქალებს ხმის უფლება საერთოდ არ ჰქონდა. ისინი მათ სახლიდან გამოსვლის უფლებასაც არ აძლევდნენ, მონებს საერთოდ ადამიანებადაც არ თვლიდნენ და უცხოელებს არავინ არ მისცემდა იმის უფლებას, რომ პოლიტიკაში გაეჭაჭანებინათ, ასე ვთქვათ. ასე რომ ეს იყო თავისუფლება, უბრალოდ მხოლოდ პატარა პრივილეგირებული წრისთვის. მოდი შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ექსპერიმენტი ქრონოლაპში. ათენის დემოკრატია არ შექმნილა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ძალიან ლამაზი თეორია შექმნა, არამედ ის შეიქმნა იმიტომ, რომ ქვეყანა იდგა სრულ კრიზისში და სამოქალაქო ომის ზღვარზე. სოლომა მათ მისცა პიროვნული თავისუფლება. პისისტრატემ წაშალა კლასობრივი ბარიერები, ხოლო კლისთენესმა ეს ყველაფერი აქცია გენიალურ პოლიტიკურ არქიტექტურად. ეს იყო პირველი მცდელობა ისტორიაში, როცა ადამიანებმა ბედი საკუთარ ხელში აიღეს. ის შორს იყო იდეალურისგან, მაგრამ ამან საფუძველი ჩაუდო იმ სამყაროს, რომელშიც დღეს ჩვენ ცხოვრობთ. თქვენ უსმენთ პოდკასტ ქრონოლაბი, დაგვიტოვეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მაგალითად, როგორ იმუშავებდა ოსტრაკიზმის ან წილისყრის წესი დღევანდელ საქართველოში. მომავალ შეხვედრამდე და გახსოვდეთ, ისტორია არ არის წარსული. ისტორია არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ვართ დღეს ჩვენ აქ. დროებით.